გვირილობა არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ქუთაისობა. გვირილობა ეს არის პირველ რიგში ევროპული აზროვნების მოდელი, რომ შენ აკეთებ საქველმოქმედო საქმეს იმ აქტივობით, რომელიც დღეს ასე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. გვირილობა ის რაც დღეს დაკავშირებული არის ქუთაისობასთან, იწყება შვედეთში 1908 წლიდან და გვირილა იყო აღებული ერთგვარ სიმბოლოდ ტუბერკულოზთან ბრძოლისა. საქართველოს ტერიტორიაზე პირველად საქველმოქმედო კამპანია ინერგება ქუთაისში. ეს არის ალექსანდრა ჩიქოვანი, რომელიც იყო თავის კლასელებთან ერთად მოთავე ამ წამოწყების. მათ გამოიტანეს გვირილები გასაყიდად და შემსული თანხა გადაეცა ტუბერკულოზთან ბრძოლის ფონდს. 2 მაისი გვირილობა და ქუთაის ქალაქობა რაღაცნაირად გაერთიან და ქალაქის ერთ ევროპულ იდენტობად. ერთად გავატაროთ ევროპის დღე ქუთაისში.